might seem crazy what I'm about to say. Sunshine, she's here, you can take a break. დათბა შვებულებების პერიოდიც მოვიდა და საპატარძლოებმაც ბედნიერი დღისთვის მზადება დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი უკვე საქორწინო მოგზაურობაშიც კი მოასწრო წასვლა. ქართულ შოუბიზ ოჯახში კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნა. ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე გათხოვდა. შემსრულებლის რჩეული ლაშა ბასლანძეა. ეს უკანასკნელი ტელეკომპანია GDS-ში ლოკაციის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შეყვარებულები ურთიერთობას დიდი ხანი არ ასაჯაროვებდნენ, ყმაწვილს კარგად არ ვიცნობთ. წყვილი ერთმანეთს უკვე წელიწადზე მეტი ახვდება. თუმცა სალომე იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც პირადზე საუბარი არ უყვარს და შესაბამისად რჩეულსაც კარგა ხანი მალავდა. მომღერალმა და მისმა მეორე ნახევარმა რამოდენიმე დღის წინ ჯვარი პატარა სამებაში დაიწერეს. ქორწილი კი რესტორან ბარაკონში გადაიხადეს. სალომეს 3 მეჯვარე ჰყავს, რომელთაგან ორსაც კარგად ვიცნობთ. საუკეთესო მეგობრის გვერდით მომღერალი თიკა მახალდიანი და სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დატა ხვედელიანი იდგნენ. გარდა ამისა, მომღერლის ქორწილს ქართული შოუბიზის არაერთი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის სალომეს დიდი ხნის მეგობარი ნათია დუმბაძე, მომღერალი ვერიკო ტურაშვილი, გიორგი არჩვაძე, კოტიკო თოლორაია და კიდევ არაერთი ცნობილი სახე. კულუარული ინფორმაციით პატარძალმა მეგობრებთან ერთად სიძეს სიურპრიზიც კი გაუკეთა და სცენაზე სპეციალურად ქორწილისთვის მომზადებული სიმღერა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ სალომე საზოგადოებამ ერთ-ერთი მუსიკალური ტელეპროექტიდან გაიცნო. ეს უკანასკნელი მას მერე ქართული შოუბიზის უცვლელი წევრია. სალომე და ლაშა ერთმანეთს წელიწადზე მეტი ხვდებოდნენ და 14 ივნისს იქორწინეს. თავად მეუღლეები თაფლობის თვეში ქორწილის შემდეგ დილითვე გაემგზავრნენ და თანაცხოვრების პირველი დღეებით ესპანეთში ტკბებიან. მეგობრები კი წყვილის ქორწილის ფოტოებს სოციალურ ქსელში აშეარებენ. Music Box-ი ახლად დაქორწინებულებს ბედნიერებას უსურვებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ცნობილი მომღერლის რჩეულის კარგად გაცნობის საშუალება უკვე მათი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გვექნება.